საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულების მაკონტროლებელი აუდიტის კომიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ქართული მხრიდან გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, ხოლო ყაზახური მხრიდან ყაზახეთის აუდიტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ომარხან ოქსიკბაიევმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მხარეებს შორის თანამშრომლობის რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს. ჩვენ ერთობლივ ორგანიზებებს გამართავთ ზოგადად ჩვენი სამსახურში დასაქმებული მოხელეებისათვის მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ასევე ჩავატარებთ ერთობლივ ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს იმისათვის, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ასევე გავცვალოთ მეთოდოლოგიები, გავსაზღვროთ რისკები, რომელიც არსებობს ჩვენი საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი შეთანხმება რამდენიმე საკითხს მოიცავს. პირველ რიგში ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გასვლას, ასევე ერთობლივი სამუშაოების ჩატარებას. საქართველო და ყაზახეთი ეკონომიკურ საკითხებში ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ და ერთობლივ მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ.